მოგესალმებით. მოგესალმებით. დღეს ორშაბათია, ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და შევახსენებთ ჩვენ ტელემოყურებელს კიდევ ერთხელ ლიკანდაბაიან ჩართოზე დღეს დათო ტურაშვილის დღეა. ის ჩვენთან არის, ასე ვთქვათ, თუმცა ძალიან გაუგზავნა. არ არის, მაგრამ ბატონ დავითს, ლიკამ თქვა სამწუხაროდ არის, ჩვენთვის სამწუხაროდ კი, მაგრამ თვითონ არ მგონია დიდად წუხდეს ისეთ ადგილზე იმყოფება. კატმანდუშია და ჯგუფია წასული, იქნება ძალიან ისეთი გიდი გახლავთ დათოთან, იქ ყובה უამრავ საინტერესოებას და რო ჩამოვა ძალიან შაბეშლები დახმზული იქნება და იმედია ჩვენს მოგვიყვება. ყველაფერს ჩვენ ვცდილობთ რომ მას დაუკავშირდეთ და სატელეფონო ჩართვა გავაკეთოთ რომ თვითონ მოყვეს ეს ყველაფერი რაც იქ ხდება. კადრები მინდის ახლა ზუსტად იმ ადგილის აზრი. ხო, აი სად არის დათო დახეთ. ჯადოსნური კატმანდუ მართლაც 2068 წელია იქ. კატმანდუში. მაგარია, ხო. ასწლები არიან. და ჩვენ დღეს თემატურად შეიძლება დათოსთან ძნელი იყოს ტელეფონით, იმიტომ რომ ცოტა რთული არის. ჩვენ თემატურად ისე ვაწყეთ დღევანდელი გადაცემა, რომ დათოს გამო ვეხმაუროთ, ასე ვთქვათ და დღეს საქართველოს ბევრ უმაღლეს სასწავლებელში დაიწყო სწავლა, დაწყებულია სწავლა, ამიტომ დღეს ვისაუბრებთ სწორედ უმაღლესი განათლების შესახებ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის და დღეს აპრიორი ყველასთან ხდება იმაზე, რომ კარგი განათლება არის უკვე უხეშად რო თქვა მოდაში, მოდი ესე თქვა, იმიტომ რომ ყველას ესმის სტუდენტებს რომ თუ კარგად არის სწავლის, ძალიან გაუჭირდება გზის გაკვალვა. მარტო ინგლისური და კომპიუტერი აღარ კმარა. მოვიდა სტუმრები. სტუმრები მოვიდნენ გვირეკავენ. მოკლედ შემოვიპატიჟოთ. ბატონი კახა შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი, ზურაბ ჯავახიშვილი, ილიაონის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი. ვკითხოთ, როგორი ახალგაზრდობა შეემატა ამ უნივერსიტეტს. გამარჯობა. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობთ რომ მოგზაურდით. დიდი მადლობა. გამარჯობა. დავზარდით. საერთო სავარძელში ერთი მასალაში უკუსკაცია. პირველ რიგში მოგვიყევით როგორ ჩაიარა ეროვნულმა გამოცდებმა და რამდენი ადამიანი გახდა სტუდენტი. ძალიან მშვიდად ჩვენთან წელს იყო რეკორდული მაჩვენებელი სტუდენტებისა. 800 სტუდენტი მოვიდა ჯამში, აქედან 700 ბაკალავრიატში და 100 მეტი პრინციპში მაგისტრატურაში. და იყო ერთ-ერთი წარმატებული წელი ჩვენთვის უნივერსიტეტსა და ძალიან კარგი ბავშვები მოვიდნენ და ძალიან გახარებულები ვართ რომ ესეთი კარგი თაობა ეძება ამ ქვეყანას. აჰა. ანუ დონე კარგია. კი, ყოველ წელს იმატებს დონე რა. ანუ რო იყო ლაპარაკი რომ სკოლები თავარდნილია, ეს არის, ნუ რა თქმა უნდა პრობლემები არის, მაგრამ ნუ ის დონე იზრდება და ახლა მას თვალთვალს ხედავთ ყველანი ჩვენი უნივერსიტეტში მუშაობთ. ჩვენთანაც ასევე ძალიან კარგი შევსება მოვიდა, ჩვენთან ის იყო საინტერესო რომ პირველად ასე ვთქვათ სრული დატვირთვით ამუშავდა საინჟინრო ფაკულტეტი, მივიღეთ 220 სტუდენტი დაახლოებით, ანუ დანარჩენი კლიენტობაში 2000 სტუდენტამდე მოვიდა ჩვენს უნივერსიტეტში და ბატონმა კახამ უკვე აღნიშნა, რომ მართლაც თვალში საცემია ის, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდობა მოდის, იზრდება ყოველ წელს, აი ბოლო წლებში ძალიან მკვეთრია ეს დონის ცვლილება. თან მაგარი ისე რომ მენტალობა იცვლება ხალხს. ხო და საინტერესოა რომელ პროფესიებზე იყო უფრო ისეთი მოთხოვნა. სით რაც ანუ მოდური მოდური რა თქმა უნდა ისე შეიძლება ძველი ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესი საერთაშორისო, თუმცა დაემატა ამას ახალი საინჟინრო ინჟინერია და კომპიუტერი ტექნოლოგიები, რომელსაც უკვე ეთყობა რომ და ტურიზმი. ეს სასახად რომ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო წელს ამ სამხედრო. ხო, აი დათოც კატმანდუშია. მაგაზე მინდა გავცე ის დათოს მინდა შევეხმე, ანუ ჩვენ და წელს უკვე მოდის რაღაც 20 კატმანდუელი სტუდენტი საქართველოს სასწავლებლად ჩვენს უნივერსიტეტში ნეპალელი. კი, საკმაოდ მოდურები გახდა უკვე ეს ხო საქართველოს ინდოელებისთვის. მათთვის ბანგლადეშიდან მოდიან სტუდენტები, მოდიან ევროპიდან, გერმანია, საბერძნეთი. და რამ განაპირობა ეს ინტერესი ხარ როგორ გონიათ, აი ორივეს მინდა რომ ესე იგი აქ არის რამდენიმე რამე. დღეს საქართველოში განათლება არის, უმაღლესი განათლება არის საშუალო ევროპული. მე ვიტყოდი ესე. ჩვენ არანაკლებ განათლება გვაქვს დღეს, ვიდრე გვაქვს პოლონეთში, ან ჩეხეთში, ან სლოვაკეთში, ან რუმინეთში, ან ბულგარეთში, თუმეტი არა. ამ დონეზე ვართ. გამოცანა რომ უფრო მაღლა ავიდეთ. ამიტომ ფასებით იმაზე დაბალი ვართ. ან დღეს საქართველოში ისწავლოს ინგლისურენოვანი განათლება მიიღოს, გიჯდება უფრო იაფი, ვიდრე გიჯდება გივე ევროპაში. თან რაღაც გადახდის მოქნილი სისტემაც არის შედარებით, ხო შემუშავებული? კი, რა თქმა უნდა, იცი იქ დავშვეთ ყოველთვე გავუკეთებ ამ გადასახადს ან სამეში ერთხელ ან როგორც მათ უნდა ისე. ანუ ეს შეიძლება. კი, შეიძლება. ეს უცხოელების შეიძლება. საქართველოს უფრო სხვა მის აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველასთვის უწყობთ ხელს, რომ განათლება მიიღოს ყველამ, ისაც ეს განათლება უნდა მიიღოს. და ამიტომ ეს იზრდება. და მეც ვიტყოდი, ახლა კიდე ერთი მაგალითი იმისა, რომ განათლება საქართველოში და უცხოელი განათლება აქ ძალიან დიდ
მაგალითად მოდაში შემოდის გამოცხადეს მიღება წელს ჩვენთან მაგალითად 12-14 ოქტომბერს ეხლა ჩამოდის 90 რექტორი მსოფლიოს 60 ქვეყნიდან. ესე არ ხდება ხოლმე რა ეხლა მარტო საქართველოში და წავიდნენ მაგალითად სომხეთში ან აზერბაიჯანში ან დაუცოთ რუსეთში ხო? ანუ უკვე ეს ქვეყანა ჩვენთან ჩამოდიან თბილისში 12-ში რეჟისორში იქნება უზარმაზარი კონფერენცია ამ რექტორების. და ძალიან გვიხარია რომ ეს ადგილი გახდა წელს თბილისი რა. უკაცრავად ეს რექტორები დარჩებიან და სამი დღე ექნებათ აქ დარჩებიან აქ თავიანთი კონფერენცია ეს არის ძალიან ცნობილი საზოგადოება ძალიან ცნობილი ასოციაცია ესე ქვია IAEUP International Association of University Presidents და მათი სემიანუელ მიტინგი აქვს ანუ შეხვედრა აქვს თბილისში რომელიც სამწუხაროდ შეხვედრა ხდება და წელს გადაწყვიტეს თბილისში და ძალიან გვიხარია რომ ეს ბატონო ზურა თქვენს გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება იცით ამ ხრივ ესე იგი ეს უცხოელების მოზიდვაზეა ლაპარაკი ალბათ იმითაცაა გამოწვეული რომ ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამაა უკვე ჩვენს უნივერსიტეტში ამაღლდა ეს დონეც და ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამას ვთავაზობთ იმას ვითაც ინტერესდებიან ევროპიდანაც ეხლა თუ ინდოეთსა და ნეპალზეა საუბარი ადრეც იყო ინტერესი იცით ყველამ რომ საკმაოდ ბევრი სტუდენტი იყო აქედან მაგრამ სასიხარულო ის არის რომ უკვე განვითარებული ქვეყნებიდანაც მოდიან სტუდენტები რაც იმის მაჩვენებელია რომ ჩვენთან აიწია დონემ ჩვენ უკეთეს პროგრამებს ვთავაზობთ იმ პროგრამებს რომლებიცაც თვლიან საჭიროთ ახლა ევროპელებიც და ამერიკელები ეხლა რა მინდა გითხოთ აი სკოლის დამთავრებასთან ერთად ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ახალი ერთი ეტაპი თავდება ახალი ეტაპი იწყება ხო სოციალური სტატუსიც შესაბამისად იცვლება ადამიანის ხო გასაგებია რომ პირველ კურსელობა დიდი სიხარულიც არის მაგრამ აი რაღაც სტრესულიც არის ხო ალბათ აი ამ ხრივ როგორი განსაკუთრებით ჩვენთან ის იგი იმიტომ რომ თავიდან მოდიან უნივერსიტეტში ძალიან უჭირთ ხოლმე იმიტომ რომ მაინც არ არიან შეჩეული ამ ყოველდღიური მუშაობის სკოლაში და იცი რა ყოველდღე კვიზი აქვს ყოველდღე გამოსვლა აქვს ყოველდღე უნდა ჩააბარო რაღაც მასალა და ეს ბავშვები ძალიან ცუდად რეაგირებენ მაგრამ ერთ წელს მე უკვე ეჩვევიან მაგრამ თავარი ის არის რომ ეს თაობა სულ სხვა არის ან ჩვენ დროს რომ იყო ხოლმე ვიდეოც უნივერსიტეტში და წლის ბოლოს ამთავრებდა აბაბარი ყველაფერში ეხლა უკვე მორჩა ეს წავიდა ანუ სულ პროცესი მიდის თუ არის სწავლებ ბოლოს ვერ გახვალ და წახვიდა სხვაგან ან დაანება სწავლას თავი და ეგეც არ არის პრობლემა როგორც წესი სადღაც ნახევარი ამთავრებს ნახევარი ვერ ამთავრებს საერთოდ და მიდიან ან იწყებენ მუშაობას ან გადადიან სხვაგან ან პროფესიას კი ანუ პირველ რიგში უჭირთ რეჟიმი და ადაპტაცია რომ ძალიან კაცის ხოთ მაგათაც ჩვენ ანუ 24 საათი თვარი მუშაობა უბრალოდ ვერ გახაჩავ შანსი არ გახაჩავ თქვენთან ჩვენთანაც ცოტა სხვანაირად არის მაგრამ ასე როგორ ვითვალისწინებთ ჩვენ იმ უკვე არჩევანი უნდა გააკეთონ სტუდენტებმა ну ჩვენ როგორც ვიცით ჩვენ უნივერსიტეტს ასე აქვს გადაწყვეტილი რომ პირველი წელი სტუდენტებს აქვთ არჩევანისთვის ანუ ჩვენთან მიმართულებებს ირჩევენ უკვე პირველი წლის ბოლოს ჩვენ უკითხავთ ძალიან ბევრ შესავალ კურსებს ვცდილობთ რომ მივაწოდოთ ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულების მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების შესახებ რომ საბოლოო არჩევანი პირველი წლის ბოლოს გააკეთონ. ამავე დროს ჩვენ ვცდილობთ რომ სტუდენტები აი პირველი წლიდან ჩავაბათ რეალური პრობლემების გადაჭრაში. ანუ ეს სწავლა მათთვის არ იყოს განყენებული და ვთქვათ 4 წლის მერე როცა ბაკალავრიატს დაამთავრებენ, მე არ დადგენ რეალური პრობლემების წინაშე. ამოცანები დაუსვათ დღესვე. ჩავთოთ ისინი რეალურ კვლევებში და ამის მიხედვით მას შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება აირჩიონ ის მიმართულება რაც აინტერესებთ და ჩამოყალიბდნენ იმ დარგის სპეციალისტებს. აი ჩვენ პრაქტიკულები ვართ ბავშვებს ჩვენ როგორც კი ანთარებენ მეორე კურსს ჩვენთან უცებ მიდიან და იწყებენ მუშაობას. გადაყვარს ყველა აბსოლუტურად საღამოს სწავლებაზე. იქაც მუშაობენ ხო თვითონ ინსტიტუტში როგორც პრაქტიკა ძალიან კარგია. გადაყვარს ყველა საღამოს სწავლებაზე 7 საათზე იწყებს ყველა სწავლას მესამე კურსელები და დილით მუშაობს ყველა აბსოლუტურად. 24 საათი რეჟიმში არიან ხო? 24 საათი რეჟიმი 24 საათი არსებობს და ამიტომ ვალდებულები როგორც არის ბაი სულ წიგნები ყველგან დადიხარ წიგნით აიპადი. ყველგან მუშაობს ახლა შენობით და შემიძლია დაახლოებით იცით რა იმიტომ ძალიან ბევრი სტუდენტი მუშაობს უკვე. აი თქვათ მეორე მესამე წლის სტუდენტები ძალიან ბევრი მუშაობენ, ეჩვეულებრივი ამბავია. ძალიან კარგია, როდესაც იმ მიმართულებით შეულობენ სამუშაოს, რომელზეც სწავლობენ. მაგისტრანტებზე საერთოდ ლაპარაკი არის, მაგისტრატურაში თითქმის ყველა მუშაობს უკვე და აი მშობლის როლი როგორი უნდა იყოს პროფესიის არჩევისას და აი თქვათ რა არჩევას მისჩემთ? ხო, იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ, ხო არის, როდესაც არ აქვთ ჯერ არჩეული და აი გაურკვევათ არიან კიდევ ვირჩევს მშობელი სტუდენტისთვის სამწუხაროდ კი, მაგრამ
იკლებს ამას, მაგრამ მაინც არის. ეგ ალბათ ხდება იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი ვერ ყალიბდება თვითონ ან საერთოდ მეც გეტყვი. მე რიგი მაქვს ხოლმე თითქმის ყოველ დღე მშობლების უნივერსიტეტში, რომ აბა ჩემი შვილი ასაკეთებს, როგორ აკეთებს, რა პლუსი აქვს, რა მინუსი აქვს, რა პრობლემები აქვს. ანუ მშობელი კიდევ დაინტერესებული არის. ანუ უნდა მისცეს თავისუფლება. ცუდი ის არის რომ ეგ ჩვენ დროს იყო. ეხლა უკვე სხვა დროა და ბავშვმა თვითონ უნდა გაწყობა მიიღოს რა უნდა მას ცხოვრებაში. მე რო გამოვედი მოვიკეთე სამტრედიაში ჩემ ოჯახის კარი, მე არ მიკითხე არაფერი. ვიყავ ექსპერტის პრინციპში. არა, მშობელი უბრალოდ აკონტროლებს. მესმის, ცუდი არ არის. ჩვენ გეტყვი მეცეს გეტყვი. ჩვენ გქონდა მშობელთა კრებები ადრე 5 წლის უკან პირველ კურსელების. საერთოდ აზრი არ ყונה რა ხდებოდა, მაგრამ ეხლა არ ხდებოდა, ეხლა უკვე აზრი არიან. ანუ ეს თაობაც იზრდება, ანუ ის ყავდა რომ ესენს მოყვება და სტუდენტობიდან ასე თქვა დამოუკიდებლობას გვინდა რომ აჩვენოთ რა, ყველა ვარიანტი გვინდა რომ ეს რა ყოველთვის იყო ესე რა, მე ხა ჩემაგალიძე ვიცი რომ მამაჩემ ფიზიკოსი იყო, ეგ მოსწავლეებს ეგ ეწოდებულ პინგვინებს ამზადებდა, როგორც ეძახდნენ და ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა და მატერიალურად ნორმალურად იყო და ამის მიხედვით მე ვთქვა გადამიყვანეს ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, რომ ანუ არჩევანი მე თვითონ გავაკეთე საბოლოო ჯამში რა და ხა ისეთი მომენტი ალბათ ეხა წესია ხო პერსპექტივის მიხედვით ირჩევს შობელს აი სადაც უფრო კარგად თუმცა ჩემი შვილი მეუნება მამა იცი რა მე არ მინდა ვისწავლო თქვა პირდა რუსული რატომ ნუ აი მიზეზები აქვს ხო ნუ მე მინდა ვისწავლო ესპანური რატომ ესპანური იმიტომ რომ მთელი ლათინური ამერიკა ესპანურად ლაპარაკობს მთელი ევროპა ესპანურად ლაპარაკობს მე მინდა და არა ფრანგული ამიტომ რომ ესპანური ეს ჯამთელი პროცესი აბსოლუტურად არის პრობლემა აი თავიდან რომ დაისვა შეკითხვა პროფესიის არჩევაზე სამწუხაროდ მართლა ასეა რომ ძალიან დიდად მაინც ოჯახი განსაზღვრავს ამას და სამწუხაროდ ასე ვთქვათ იურისტები და ბიზნესის ფაკულტეტები არის დატვირთული. არაფერი თავისთავად ცუდი ამაში არ არის და ძალიან საჭიროა დარგის სპეციალისტები, მაგრამ აი აშკარად გადახრა ძალიან დიდი რაოდენობით ბავშვები მიდიან იქ და სხვათა შორის ეს ბავშვები ძალიან ხშირად მერე არ ყვევენ რომ თურმე ეს არ ყოფილა მათი საქმე. აი ბოლო წლებში უკვე მაგისტრატურაში გვაქვს შემთხვევები რომ აი ბიზნესის ფაკულტეტებიდან უნდა სხვა მიმართულებით რთული მომენტია მერე ეგ მაგ დროს უკვე რო არჩევანი წინაშე მაგრამ სხვათა შორის წელს ჩვენთან ჩააბარა სტუდენტმა რომ მაგისტრატურაც კიდე ამთავრა სამართალში და ნუ აი რა ვქნაო არ მაინტერესებს ის და მე მინდაო თქვათ იგივე გეოგრაფია მაინტერესებს და მაგდროს სახდება თავიდან აბარებს ხო? რა თქმა უნდა ასე გამოდის ყოველ შემთხვევაში აქ თვითონაც გულახდილად თქვა რომ ოჯახის გადაწყვეტილება იყო ის ჩვენთან მესამე კურსში შევიდა შეცვალოს სპეციალურ პრინციპში სპეციალური შეცვლის საშუალება არის ჩვენს უნივერსიტეტში ძალიან ბევრი იცვლის ახლა მით უმეტეს ტენდენცია რა ის საინჟინრო გამოყენებითი მეცნიერებები ძალიან საჭიროა მთელ მსოფლიოში არის ეს ტენდენცია და ჩვენთან განსაკუთრებით სხვადასხვა მიმართულებით საჭიროა რა თქმა უნდა ჩემ დროს ეს იყო შენებლობა ამდენი შენებლობა მიდის ჰესების შენებლობა სხვა დარგები ზოგადად იშვიათია მე მგონი რომ 17 წლის ასაკში ადამიანმა ზუსტად დაზუსტებით იცოდეს რა უნდა და თქო რას გააკეთებს თელწობის მანძილზე როდესაც თვითონაც რაღაცა განვითარების საშუალება უნდა გქონდეს უკვე საკმარისი პერიოდია ხო 2 წელიწადში კი უნდა ჩამოყალიბდეს მერეც აქვს საშუალება რომ შეიცვალონ რა თქმა უნდა დამატებით შეიძლება უბრალოდ წელიწადით დაკარგონ ამაში მაგრამ მერეც აქვს საშუალება ჩვენ ეს სისტემა განათლების გვაძლევს ამის საშუალებას რომ ახალგაზრდებმა შეიცვალონ მიმართულება. ხო, ძალიან ფლექსიბური სისტემა გვაქვს ამ დღესდღეობით უმაღლეს განათლებაში, იმიტომ რომ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, თუ მინდა გააკეთო. რა თქმა უნდა. ეხლა რამე გაგითხოთ კიდე, აი პირადი გამოცდილები თქვათ, რა შეგიძლიათ გაგვიზიაროთ სტუდენტობის რაღაცა ეპიზოდი გაიხსენოთ, ან სწავლის პროცესი როგორ იყო, ან წარმატებას როგორ მიაღწიეთ თვითონ ეს ნაბიჯ რაღაცა ხდება ყველაფერი. როგორ გამოკეთეთ ხავს ავატირებ ეხლა რაც როდესაც ყველაფერი თქვა, ეხლა არ არის პრობლემა. არაფერი, უბრალოდ ჩამოვედი, მე 3 წელი თბილისში ცხოვრობდი კიბის ქვეშ. აპიტავნიშნულებით ამას ვამბობ, არც ყალები მქონდა ჩემს ოთახზე, არც არაფერი არ მქონდა, ვიყავ ეს ციხეში რეალურად და ესე დავიწყე ჩემი ცხოვრება რა პრინციპში. ანუ თავიდან საჩავარეთ რომ ჩამოვედი. უნივერსიტეტში, ნავთიშვილში, ისტორიულზე და იქ სწავლობდი რა იქ დავამთავრე. ანუ ეს უცებ გადაწყვეტეთ, ჩამოხვედით და ჩააბარეთ. რა ჩემო, გადავამაჩვენე დღეს საერთოდ დავარ საერთოდ, ანუ ისობლებს ამ ხელშეწყობს არაფერი არ კითხებოდი ხოლმე, აი ჩემი იყო და ამას მე ყოველთვის ჩემს ვაკეთებდი ხოლმე. ანუ ჩამოვედი თბილისში, მუშაობდი. ღამე, წერდი გაზეთებში და დღეს ავდობდი 92-11 წელი არ დაგავსვით ყველაზე ცუდი წლები ხო და რამ განაპირობა ეს თუ საბოლოო ჯამში აი აქამდე მივხვდით ეს ცოტა აიღბლის მომენტიც იყო თუ თქვა აი რა კომპონენტები იყო რამ განაპირობა შრომა მონდომება ბიზნესადმი ბიზნეს მიღწევა
და რა თქმა უნდა გამართლებაც ალბათ. აი ეს გინდოდა თქვა მაშინ ვფიქრობდით ამას თუ როგორ იყო ეს? ისტორიულზე ჩააბარა. არა, თავიდან ყოფილიყავი სკოლაში, მინდოდა ყოფილიყავი იმერეთის გუბერნატორი, ანუ ქუთაისის რაიონის დირექტორი. მაგრამ მე ესე მოხდა რომ თბილისში გავხდი ვიცემერი და პარლამენტში წავედი და ნუ ეს უფრო მეტს მივახციე, მაგრამ ამაზე არა ლაპარაკი იმაზე თუ შენ გინდა დღეს რამე ამ ქვეყანაში, უკვე მიაქცევ რა. თავარია შრომა გიყვარდეს, თავარია მონდომებული იყო და თავარია მიზანი ბოლომდე მიიღო. აუცილებლად გამოგივა. კაი, აი პროცესი მაშინ სწავლის თვითონ ხო, ჩვენი დროინდელი პროცესი სწავლის და დღევანდელი პროცესი, ხო? თაობა, რომელსაც მე განვეკუთვნები, პრინციპში ჩვენ ნორმალურად ვსწავლობდით. ესე გამოჩნდა. გვეგონა, იმიტომ რომ ჩვენ ვსწავლობდით ამას ბოლო რამდენში? ორ კვირაში, ალბათ მაქსიმუმ ორ კვირაში. ჩვენი თაობა ეხლა და ეს არ იყო ჩემ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ მე ვაცინებდი ორი კვირას და მოჩებოდა ყველა ხუთიანი ვიყავდა იმიტომ რომ საჭირო ანუ ზედაპირული იყო რა თქმა უნდა მაგრამ მე ჩემს კითხულობდი იმიტომ მე ჭირდებოდა მე მაშინ არც ინტერნეტი იყო არც კომპიუტერი იყო არც არაფერი არ იყო მაშინ წინებზე რიგში ვიდექი ხო წინები არ ვიტყვით აბა ეს იგი საბჭოთა სტუდენტი ვიყავი მე 80 წელს დავამთავრე და ნუ რა თქმა უნდა ესე იგი ახლა ვცდილობთ რომ აი რაც მაშინ შეცდომად მიგვაჩნდა და არ იყო სწორი ეს გამოვასწოროთ. აი პირველ რიგში მე უკვე გითხარით რომ ახლა ვთქვათ პრაქტიკულ რეალურ ამოცანებზე დაფუძნებული გვინდა რომ იყოს ჩვენი სწავლება. ნუ მე ვსწავლობდი ფიზიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, კარგი სტუდენტი ვიყავ ნამდვილად, მაგრამ აი ხა რომ უყურებ იმ სტუდენტობის პერიოდს, ძალიან ბევრი დრო ფუჭად არის. აი ვსწავლობდი საგნებს, რომელიც შემდეგ აღარ გამომიყენებია ან სხვა რამე მჭირდება. ანუ ეგეთი ბევრი იყო. არა, მეცნიერულ კომუნიზმზე არ არის ლაპარაკი, მან ცხადია რომ ესე პარტიის ისტორია ვსწავლობდი მე. ეს ლაპარაკია ფიზიკაზე, მათემატიკაზე, რაც ჭირდებოდა, მე ესე ხდებოდა ყველას ისტორია ასეთი იყო, როდესაც მიდიოდი შემდეგ ასე ვთქვათ აკადემიის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა და იქ ამოვაჩინე რომ ძალიან ბევრი სხვა რამე უნდა ვცოდნოდა და არ ვიცოდი და თავიდან დავიწყე სწავლა და აი ეს რომ გამოვრიცხოთ, ამიტომ გვინდა რომ პრაქტიკულ რეალურ ამოცანებზე იყოს დაფუძნებული სწავლება და თეორია ისწავლებოდეს ძალიან აი ამ ასე ვთქვათ ამ ამოცანებთან დაკავშირებით. რეალური ამოცანების გადაჭრა რომ შეეძლოთ სტუდენტებს. კიდევ რაღაც ვკითხო, მე ძალიან კარგად მახსოვს სკოლაში ჩემი მასწავლებლები, შემდეგ იქეთ უაღრესში უფრო ცოტა სკოლაში და აი ამ ხრივ ხო ამას ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ პედაგოგს თვითონ რა. ეს ხო არ იყოს მხოლოდ მოდის საგან მე ვიცი ხა ჩემი შვილი სტუდენტი გახდა და ვიცი და გაოგნებული ვარ მართალი რომ გითხრათ, აბსოლუტურად გახსნილი რაღაცა ისეთი ურთიერთობებია. აი ამაზე როგორ ზრუნავთ? იცი რა, ეხლა მეც გეტყვი, ჩვენ ეხლა ძალიან დიდი ვართ უკვე გავიზარდეთ რაღაც 300 კაცამდე ვახცევთ უკვე უნივერსიტეტი და ამიტომ ყველასთან უკვე ფიზიკურად არ მაქვს კონტაქტი და ვერ მექნება. და როცა პატარ ჩოტანი ვიყავით, მაშინ ყველა დაბადების დღეზე, ყველა ბავშვის სახელი გვარი, ყველა დედის, ყველა მამის, ყველა ბებიის, ბაბუის, შეყვარებულის ყველაფერი ვიცოდი. შეყვარებული თავად. შეყვარებული არ გეტყოდი. არა, ვიცოდი, ყველაფერი ვიცოდი. და შორის ამბობე. და ისა რა ქვია, ეხლა ამას ვაკეთებ ბათუმში დავდივარ ხოლმე ჩვენი ფაქტორიზმის სკოლა და იქ ისეთი 60 კაცი მყავს და ფაქტობრივად არის ერთი ოჯახი და ყველაფერი ვიცი ბავშვებზე რა და ყველანაირად მინდა რომ ვიყო ახლოს. მეგობარი ვიყო პირველ რიგში და მე უკვე მასწავლებელი და მე უკვე პრეზიდენტი. სტატისტიკის მიხედვით მე მგონი უფრო ტექნიკურ საგნებზე შეაჩერა აბიტურიენტების უმეტესობამ თავის არჩევანი. ანუ ეს გულისხმობს რომ რაღაცნაირად იცვლება საქართველოს ბაზარი და თქვათ ინჟინერობა თუ რაღაც პერიოდი თქვათ არ იყო ისეთი პოპულარული, დღეს ისე პოპულარული გახდა. რამ განაპირობა ეს? ეს ალბათ გარკვეულად განაპირობა იმან რომ გაჩნდა დასაქმება აი ასეთი სტუდენტებისთვის. სხვათა შორის ესეც კარგია, იმიტომ რომ სტუდენტებს აინტერესებთ უკვე ასე ვთქვათ მოსვლისთანავე რომ ვთქვათ აი რაღაც გარკვეულ სპეციალობას რომ ავირჩევთ, აქ იქნება თუ არა საშუალება იშოვით თუ არა სამუშაოს დასაქმების პრობლემები და რა თქმა უნდა აქ გარკვეულად დადებითი როლი ითამაშა პოლიტიკამაც, სახელმწიფო პოლიტიკამ, აი გრანტების სისტემა შეიცვალა იმ მხრივ, რომ საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებები, ასე ვთქვათ, უფრო უკეთეს მდგომარეობაში, ამ მხრივ უფრო ადვილია მან სახელმწიფო გრანტის მოპოვება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თუმცა ერთი რამეც მინდა ვთქვა, რომ სკოლებშიც გამოსწორდა მდგომარეობა, ახლა
შედარება არ შეიძლება მართლა მათემატიკის ფიზიკის გაკვეთილები უბრალოდ არ ტარდებოდა ქიმია საერთოდ არ ისწავლებოდა ჩვენმა შვილებმა დაამთავრეს უფროსებმა ვთქვათ უმცროსი ახალსწავლობს და ხედავთ უკვე თვალნათლივ ჩანს რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა ამ მხრიდან კარგი ბატონ კახა ბატონს დანდილბოს შეგაწყვეტილებ და ვინაიდან ჩვენ გვიან დავიწყეთ და დრო ცოტა წაგართვით თქვენ ასე ვთქვათ პირველ ნაწილში გთხოვთ რომ დარჩეთ ჩვენთან ერთად და მეორე ნაწილში ჩვენ შემოგვიერთდება ქალბატონი დალიცატავა პროფესია რომელიც ადრე ყველაზე დაბალანაზღაურებადი არაპრესტიჟული იყო დღეს აკადემიაც კი არსებობს კულინარიის აკადემიაზე საუბრობთ და თემა ერთია პრინციპში განათლებით და განვაგრძობთ ალბათ ამაზე საუბარს თქვენთან ერთად დიდი მადლობა რომ თანხმდებით და დარჩებით ჩვენი ერთად დიასახლისებო არ გადაარჩოთ არავის შემთხვევაში ცოტა ხანში დაბრუნდებით და გოდებით ვაშაზე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ბატონ კახას და ბატონ ზურას მინდა ერთ-ერთი კითხვით მიმართო ავახსენეთ წეგან დონე თქვა შეიძლება ახლობი რაღაც ქვეყნებიც იყო ჩამოთვლილი ევროპის ჩვენი დიპლომი რომელიც არის საბოლოო დოკუმენტი ასე ვთქვათ საშვი შემდეგ ცხოვრებაში რამდენად ავტორიტეტულია ანუ ეს ქვეყნები რო ჩამოთვალეთ იქ დამთავრებული და ჩვენი დამთავრებული დასაქმების პრობლემები როგორ გვარდება და რამდენად პერსპექტიულია ჩვენთან ჩვენი ინდუსტრიის დამთავრება ძალიან კაი კითხვაა ძიმა მოდის დავიწყოთ ჩვენ გვაქვს დღესდღეობით რამდენიმე ორმაგი ხარისხის დიპლომი სოფლიოს ცნობილ უნივერსიტეტებთან პირველი ამერიკელებთან ფრანგებთან გერმანელებთან, ჰოლანდიელებთან, ინგლისელებთან, იტალიელებთან და მთელი ბალტიისპირეთთან. ანუ კაცი რომელიც ღებულობს ამ დიპლომს ან სტუდენტი, ის ამას აქვს ორივე ერთნაირი ძალა. ანუ ნატოს სწავლობს თბილისში, ნატოს სწავლობს ბრიტანეთში, ატლანტაში, ნიუ-იორკში, აი ვიცი, ტალინში, როტერდამში და ღებულობს ამ დიპლომს. ანუ ამით კომენტარი ჩვენი დღევანდელი ჩვენი განათლება ამ ქვეყნებმა უკვე აღიარა. და ამის აუზო უკვე დიპლომს იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბავშვები ყველა მის ამას ამთავრებს უკვე არიან აბსოლუტურად ყველა მხრით გზახსნილები. და კიდევ ერთი ფაქტი. დღესდღეობით ჩვენები მუშაობენ ამერიკაშიც, ევროპაშიც, აზიაშიც და აფრიკაშიც. ბატონო ზრო, ვიდრე თქვენ გვიპასუხეთ, ერთი წამი დათო ტორაშვილს დაუკავშირდით დიდი წვალების შედეგად და იგი არის ახლა ჩვენთან პირდაპირ ეთერში. დათო, როგორ ახარ? ჯერ ამით დავიწყოთ, როგორ ახარ პირველ რიგში? გამარჯობა, ძმა ყველას მოგესალმებით მესმის თქვენი ხმა და დაამიხარია რომ ისე თქვენთან კავშირზე მიუხედავად ძალიან შეშლარ ვარ კატმანდუში ხშირი კატმანდუში და ძალიან მიხარია რომ შედობა ჩვენ ქვეყანაში და ისინი მიმდინარეობს ძეების პროცესი რაც ამერიკანი შეუძლია მიხარია რომ ეს გასავარია დაიბადების დაყოფა ისე როგორც რამდენი მასწავლებელი მოხდება ამ ხრივ გადავჭით მოკლედ მინდა მადლობა უთხრა ხოლმე მისი დახმარებითაც აღმოჩნდი კატმანდუში ისაც შეიცავით აქ პრობლემები მე მოსისტემასთან დაკავშირებით არის უიღბარი საშუალება კატმანდუ სამწინააღმდეგოდ არის საოცარი ქვეყანა სადაც შეიძლება ყველაფერი მოგზაურობს საქართველოს მიმართული არა მოგზაურობის, მაგრამ სამიზების გამო ევროპაში გასავლის მაგრამ აღმოსავლეთი მაინც ძალიან ცუდია. ამ შეიძლება მithmetet ეტალი ეს საოცარი ქვეყანა, კატმანდუ, აქედან შეიძლება მოგზაურობა თბილისში, ამ დაბეჭდილ ქვეყნებში, ესეც არის ბუტანი გაიხსნას, რამდენიმე მისცემდა და ამიხარია რომ აქ არიან აფრიკელი რამდენი ტიპი რომელიც მოგზაურობს უმალაისებში როგორც ევროპელები და ეს არის მართლობრივი სიამოვნება და მართლა ცხოვრებაში ეს ადამიანმა უნდა მოახერხოს და შეხედა როგორ შეძლოს ყველა ამას ვისურვებ ძალიან ძალიან კარგია რამდენიმე კომპანია უკვე არის თბილისში ტუროპერატორები ვისაც შეუძლია მოგზაურობის ორგანიზება აიგერლიცამ ძიმა გახსოვთ ალბათ რომ მოგზაურობა გაცილებით იაფია უნდა დაანჩენ ყველაფერი ეს პროცესი არაფერიც არ ის ადამიანს გონებრივად სულიერად როგორც მოგზაურობა და სამწუხაროდ შეიძლება არ ვიყენოთ ამ შემთხვევებს და საკეთილ გარემოში დავატარებ ხოლმე ცხოვრებას და ძალიან მიხარია რომ აქ ხდებიან ქართველები კატმანდუში ზურჩანთან მოკიდებულები
ამოდიალობენ და მოგზაურობენ და არა მაყოფილება ძალიან ბედნიერია ის ჩემი ხმათით შენი დევიზი ძალაში რჩება გაყიდეთ ყველაფერი და იმოგზაურეთ ხო? ბატონო შენი დევიზი გაყიდეთ ყველაფერი და იმოგზაურეთ ძალაში რჩება არ მესმის გაყიდეთ ყველაფერი და იმოგზაურეთ ძალაში რჩება ო გაყიდეთ ყველაფერი და იმოგზაურეთ ძალიან ნეპალის უიაფესი და ასავარია არის ამ შესაძლებელი უკვე რა ეს მინდა მიოგერებესი ქრა მადლობა შორიდან მისი აღმოჩენილია ეს ქალაქი ეს ქვეყანა ყოველ ქუჩაზე სიდიოს ის მახსენდება ყველა ისნებდა და ყველა მობილოს კითხულობდა თქო დაიზარდა მისი ინტეგრობრების ახალგაზრდობაში აფეთქება დამყოფილა დაამიხარეთ კიდევ თავად ასეთ ვიქტორო ამდიათ სხვა კარტელები გასცენ სხვა ტიპის კარტელები რომელიც მოგზაურობენ და არ გამოყოფილა მინით რაც ხო რაღაც ვიქტორები ყავით რომ ყოველ ჩვენი ჩაპეცილი და იზოლირებული გარემო გვაყოფილებდა და ახლა შევქენებიდან ამდენი ქართული ატება ანაპოვნაზე ამდენი ძინკება ეს მაგალითად ანაპოვნაზე გასულა ძალიან მიხარია რა ეს ნამდვილად ასეთება და რაც შეეხება საქართველოს ამბებს ყველა გახარებულია რომ შეიძლება და საბედნიეროდ არ მოხდა განსაკუთრებული დაპირისპირება და ძალიან კარგია თუ ეს პროცესი გაგრძელდება და ადამიანები გასწრებით მეტი გადადებით მოვეკიდებით განსხვავებული აზრს, გასწრებით ადვილად დავიჯერებთ, რომ განსხვავებული აზრს, რადიკალურად განსხვავებული აზრს ქონდა ადამიანსაც შეუძლია იმავე საზოგადოებაში, იმავე სივრცეში თანაარსებობ ჩვენთან ერთად და ასე ტრაგიკული არ არის და დათო პროცესი მიდის, ყველაფერი კარგად იქნება, დარწმუნებული ვარ, დაალაგდება, შეეხა 2068 წელში ხარ და ცუდია კავშირი ცოტა გვიჭირს, კარგად კონტაქტი შენთან, მაგრამ რო ჩამოხვალ, მომდევნო ორშაბათს ერთად ვიქნებით და უფრო დაწვრილებით გავუზიარებ ალბათ ჩვენს ტელემაყურებელს ნამშტაბეშტილებებს. კარგი და ბევრი ფოტოები ჩამოგვიტანე, ფოტოები ძალიან საინტერესო იქნება. აბა შენიცი წარმატებებს გისურვებ და დამშვიდებული, გამოჯანმრთელებული გელოდებით. ხო, ну ძალიან საინტერესო იყო, ცოტა ისე ისმოდა, მაგრამ მთლიანობაში განსაგებია ნათელი იყო ყველაფერი. მოკლედ მომავალ ორშაბათს გელოდებით დათოს აუცილებლად და თუ შეიძლება ბატონ ზურა ის თემა დავამთავროთ. ხო, ძალიან მოკლებთ ამ თემაზე, ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ძალიან ბევრი სამუშაოა კიდევ რომ არა მარტო ცალკეული პროგრამები იყოს, ვთქვათ, ამ წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად აწეული პროგრამები, სადაც დამამთავრებელი დიპლომი ჭრიდეს საზღვარგარეთ, არამედ უნივერსიტეტებმა მიაღწიონ, ჩვენმა უნივერსიტეტებმა იმ დონეს, რომ მათი დიპლომი უკვე ავტომატურად ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი სამუშაოა, ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები არ შეჩერდეს და სწორი გზით წავიდეს და ამ შემთხვევაში უკვე ყოველ შემთხვევაში თუ ყველა არა წამყვანი უნივერსიტეტების დიპლომები ისეთივე იქნება როგორც თქვათ ევროპული ან ბატონო მან ჩაგეკითხებით ჩვენ ვართ ბოლონის პროცესში ჩართულები რა თქმა უნდა ეს პროცესი გვინდა თუ არ გვინდა ჩვენი დიპლომი უკვე დიპლომის ევროპა აღიარებს კი ბატონო კი აქ ყველა პარაკი ხარისხი რეიტინგები პასუხისგებლობაც დიდია თქვენი ნებისმიერ შემთხვევაში რა თქმა უნდა მაგრამ ეთით რა ბოლონის თვითონ ევროპაშიც და ამერიკაშიც ყველა უნივერსიტეტს არ აქვს ერთნაირი რეიტინგი კარგად იცით და როცა ამაზე ვსაუბრობთ წამყვან უნივერსიტეტებს რო უტოლდებოდეს თორე რა თქმა უნდა რაღაც საშუალო დონეზე არ გვაწყობს კიდევ ერთ სტუმარს უხმობ თუ შეიძლება მე დამითმე რა ასაკურველია ბაია კულინარიაზეა საუბარი იმიტომ რომ კულინარიაზეა საუბარი დიახ შემოგვიერთდება დალი ცატავა თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომელი აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის კოორდინატორი ხო მობრძანდით მოგესალმებით. ბალანსის დასული იქნება სამი ქალბატონი და სამი მამაკაცი სტუდიაში. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ჩვენთან უკვე იყავი. პარასკევს ისე რომ პირდაპირ ეთერში შნიცელი გავაკეთებ. ძალიან გემრიელი მინდა ხაზი გაუსვა. უგემრიელესი შნიცელი იყოს. ჩვენს უნდა მოგილოცოთ სწავლის დაწყება. ამას ჩვენ ველოდით ეთერში ვსაუბრობთ ხოლმე ძალიან ხშირად. როგორ ჩაიარა ეროვნულმა გამოცდებმა? ძალიან კარგად ჩაიარა, როგორც ყოველთვის თავისუფალმა უნივერსიტეტმა მიიღო ძალიან კარგი კონტინგენტი და მინდა ხაზი გაუსვა, რომ აგრარულ უნივერსიტეტში ქონდა წელს ძალიან კარგი მიღება, მოთხოვნაც კარგი იყო
და მე თვითონ ვიყავი აქტიურად ჩართული ამ პროცესში პირველ კურსელებთან და ძალიან მიხარია რომ თვითონ ბავშვებს ისეთი კარგი გარემო დახვდათ როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე განახლებული პროგრამები, განახლებული კურიკულუმებით და მოკლედ მთელი ძალით შეუდექით მუშაობას. ანუ ფუნქციონირება დაიწყო. და რა ხდება თქვენთან აკადემიაში? რაც შეეხება კულინარულ აკადემიას, ჩვენ ერთ-ერთი პროფტექნიკური სასწავლებლის ბაზაზე პროფესიული სწავლება მიმდინარეობს და რაც ის ჩვენს დაქვემდებარებაში გადმოვიდა, მას შემდეგ ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა. და წარმოიდგინეთ, ახლა დღეს დაიწყო სწავლა 4 ჯგუფმა, სადაც 80 სტუდენტი სწავლობს უკვე. და ჩემდა გასაოცრად აქ აღმოჩნდნენ ისეთი სტუდენტები, მაგალითად, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის მაგისტრატურის კურსდამთავრებულები. სწავლობენ პროფტექნიკურ სასწავლებლებში. ქართული სუფრა აკადემია ხო ყველას გვესმის მთელი ჩვენი ცხოვრება. ცოტა ისეთი ქართული რეალობისთვის ცოტა ისეთია ხო? აკადემია ხმამაღალი რაღაცა განაცხადია. არის ეს ჩვენ ამაზე ძალიან დიდხანს ვჯელობდით ბატონ კახას არ უყვარს ეს გადაწყვეტილებების უცებ მიღება და ძალიან ბევრს ვეკითხებოდით ერთმანეთს ვიკვლევდით უამრავი სახელწოდება შევაჯერეთ ასე ვთქვათ და იდეა რაც ჩვენ გვინდა რომ აქ ჩავდოთ დავუშვათ ეს არა მარტო საჭმლის კეთება იქნება არამედ ეს იქნება მეცნიერული საუბრები ეს იქნება კვლევები ეს იქნება ძველი ქართული სამზარეულოს აღორძინება ეს იქნება სახელმძღვანელოები თუ წიგნები თუ ისტორიული რაღაცა ტრადიციებზე დაფუძნებული სხვადასხვა მიმართულებები თუ რეგიონალური კვლევები და ამიტომაც თან ორი მიმართულებაც არის პროფესიული და მოყვარულების და იგივე მოყვარული ჩვენ ხო არ გვაქვს მოდ კულტურული ეს ოდ კუზინასაც ქვია ფრანგულად ხო რას საფრანგეთში იტალიაშია იაპონიაში კორეაში ანუ ეს არის ალბათ საწყისი იმისა რომ ეს ქართულის კონდეს და ამას ყველაფერი არსებობს რომ ყოველდღე და იგივე სუფრა არ კონდეს ქართულოს ხო ხოჯერობა სხვანაირად გაკეთებული მოგვიტანოს ეს ქათამიში მომაშტე ჩვენ ყოველ პარასკევს მაგას ვცდილობთ ჩვენ შეგვაქვს ჩვენი წვერი ამიტომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი დიდი საწყისი ამისა რომ ქვეყანაში შეგვიოს ეს ოდ კუზინი და ალბათ ეს იყო ჩადებული ზუსტად იმ კონკურსში როდესაც ჩვენ ვარჩევდით მასწავლებლებს კონკურსის სახით რომ მოთხოვნა იყო რომ უმაღლესი განათლებით ყოფილიყვნენ მოყვარული კულინარები და რომ ნახოთ სპექტრი ვინ არიან ჩვენი მასწავლებლები კონსერვატორია დამთავრებულები იგივე პედიატრები ქიმიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები საუნივერსიტეტო განათლების ადამიანები არიან ყველა და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ისიც რომ ორივე მიმართულებით მუშაობენ ანუ ადრე თუ ვიღაცა კონდიტერიას გაყვებოდა ის დავუშვათ კულინარიაში კი არ მოიკოჭლებდა უბრალოდ არ აკეთებდა ამ მიმართულებას ეხლა ხო ერთხას მიყვებოდა და ეხლა ეს უკვე თითქოს და აი რაღაცნაირად ვირტუოზულ იმაში გადავიდა რომ აქეთ ამ მიმართულებითაც კარგად არის და მეორე მიმართულებით აი ჩვენ პარასკევს გვყავდა სხვათა შორის იტალიელი ძალიან ისეთი მაღალი კლასის ზარეული აი არის ნუ მე არ კი, ფანტოცია იყო ზუსტად იმ სასწავლებლის სტუმარი, რომელიც არის ჩვენი ნაწილი, პროფესიული სასწავლებლის და სხვათა შორის ეს თვითონ ის საკონდიტრო მიმართულებით პროფესიონალია და ეს უკვე უბრალოდ მისი გატაცება, შაქრის სკულპტურების გაკეთება და კვირას ჰქონდა დიდი წვეულება, სადაც ფანტასტიკური რაღაცები გააკეთა იგივე თევზის მიმართულებით და ზღვის პროდუქტების მიმართულებით. კულინარია საერთოდ ძალიან მოთხოვნადი და მოდური და ესეთი თემსოფლიოში, არა თემსოფლიოში და ანუ აქ არისო ესე და ეხლა როგორ შეიცვალა რაღაც დამოკიდებულება, ხო მე მგონი? კი, დამოკიდებულება ალბათ ბატონი კახაც დამეთანხმება, რომ იგივე ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე იცვლება ყოველთვის პროფესიის აქტუალობა და იგივე საზღვრების გახსნა, იგივე ეს დავუშვათ სოციალური ქსელები და ურთიერთგაზიარება ძალიან აქტუალური გახდა ეს პროფესია ალბათ იმიტომ რომ 21 საუკუნის მზარეული რომ აი ეს ძალიან შეიცვალა ალბათ იმიტომ რომ აქ ეს ბაზრის მოთხოვნა არის ჯერ ერთი და ახალი ტერმინებიც გაჩნდა მაგალითად როგორიც არის კულინარული ტურიზმი
რაც ადრე არ იყო. ეს ალბათ კი ასეა, რომ ეს კულინარია ხო ტრადიციებთან არის დაკავშირებული, რეგიონთან არის დაკავშირებული, მის კულტურასთან არის დაკავშირებული და იმიტომაც გახდა ესეთი აქტუალური. ჯერ ყველაფერს თავიდანვარებოდ, ყველაზე ხო ქონდა რამდენიმეჯერ საუბარი. ყველა რეგიონში რაღაცა განსაკუთრებული თავისი ყველის კულტურა არსებობდა, რომელიც ახლა ნელა იწევა უკვე წიგნებიც კეთდება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ალბათ, იმიტომ რომ ეს უცხოელიც რო ჩამოდიოდა, ის დრო წავიდა ალბათ რომ აბაზალობიაში და ხო იყო ეს. ისე სხვათა შორის ჩვენთან კულინარიის აკადემიაში მოყვარულებს შეუძლიათ იყიდონ ასეთი მოდული გვექნება რძის პროდუქტების კვირა. და იქვე შეგიძლიათ ამოიყვანოთ ყველი, გაგაკეთებინოთ სულგუნი და ელარჯიც გასწავლოთ. ჩვენ ქალბატონდალი მე მგონი საჩუქარი გვაქვს მიღებული, რომელიც არ გამოგვიყენებია. კურსები, ხო, მე ბიზნეს მოგებით მე რატომ ვიყურე? მითხარით არ წამოვედი თუ რა? მოშოქოს მე გვიან მაინც ვარ რომ დაამთავრებთ უკვე. საჭმელად მაინც. მაგრამ მინდა აღვნიშნო რომ ჯერჯერობით არ გავხსნილ ვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რეკავს და რახან იმ პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე ჩვენი პროფტექნიკურის სტუდენტები უკვე სწავლობენ, ჯერ არ გადმობარგებულან, ასე ვთქვათ, აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ კულინარულ აკადემიაში და მოყვარულებს ჯერ არ დაუწყიათ სწავლა. და მოყვარულები ალბათ ძალიან მალე გავიხსნებით, რასაც ტელევიზიიდან, პრესიდან, იგივე ჩვენი Facebook-ის გვერდიდან, იგივე აგრარული უნივერსიტეტის ვებგვერდიდან ყველა გაიგებს და იქვე დაიდება ჩვენი მოდულები, რომელთაც ჩვენ გავყიდით მოყვარულებისთვის და ყველაზე საინტერესო ჩემის აზრით იგივე კორპორაციული შეკვეთებისთვის იქნება ვიკენდ კურსები. ტიმ ბილდინგისთვის დავუშვათ ერთი ჯგუფი რომ მოვიდეს და დავუშვათ იქ ცხვრის ვიკენდი დავარქვათ და რაღაც სადილები გავაკეთოთ, გვექნება სარეკრეაციო ზონები, შეგვიძლია იქვე დავაგემოვნოთ და ჩვენი მიმართულება არის ის რომ იმ შაბათ კვირას მოვიდე, გავაკეთო სადილი, თუ მინდა სახლში წავიდე და დავისვენო. რესტორანში კი არ წავიდე, უბრალოდ სიამოვნება მივიღო იქ ყოფნისაგან. გარანტიას თუ იძლევით, რომ სწავლის დროს არ გავსუქთებით იქ. ამის გარანტიას ვერ მოვცემთ, ამას ჩემზეც ალბათ ხედავთ. თქვენ რა პროფესიიდან მოხვედით? მე ვარ გერმანისტი პროფესიით და წლების განმავლობაში ვმუშაობდი ISM-ში. მე თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომელი გავხდი და ერთ-ერთ საღამოზე იქ გვაქვს კლუბი, ქართველურ ენათა კლუბი. და აი ამ ქართველურ ენათა კლუბის საღამოზე იქ ლაზური ენის შესახებ ქონდა საუბრები, მეგრული ენის შესახებ და ერთ საღამოზე მე მქონდა ასეთი თემა, რომ ღომის ფილოსოფია. აი სიმინდის მარცვლის ჩადებიდან ღომის და ელარჯის სუფრაზე გატანამდე აი ეს პროცესი და თან ღომი რიტუალური საჭმელია, ეს არის მარტივი რაღაცა მეგრელისთვის. და იმ საღამოს მოვიტანო ყველაფერი მეგრული, ოღონდ ჩემი გაკეთებული აჯიკები, აფხაზური. აი მიდიოდი, ანუ თქვენ გქონდათ ამის ნიჭი სამზარეულოში. კი, ძალიან მიყვარდა. აი ბებია ჩემი როგორ აკეთებდა სამზარეულოში და როგორ მასწავლა, იგივე ჭვიშტარი, პრაქტიკაზე აგებულია. აი ხელზე ხელი რო დამადდა, ესე უნდა გააკეთო და მარცხენა ხელში ყველი და მარჯვენაში იმდენი ფქვილი, რო ვკითხე, რატომ მარცხენაში ყველი გულთან ახლოს არის? ბატონო, აგა ისე გემრიელად ლაპარაკობს, ხوار მოგშივდა ყველა. ვფიქრობდი რომ პარასკევს ხوارჯობია. ან ხوار წავიდეთ ზუგდიდში. ისეთ რა ბატონო ზურა თქვენთან მინდა მაგრამ ეს ყველაფერი რაც ეხავსო დასაწყისში რასაც ვამბობთ. რაღაცები ვითარდება საკმაოდ მკვეთრად რა. ხო ნიშნავს ამას ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი ნიშნავს რაღაცები ვითარდება, უბრალოდ აი ეს განვითარება არ უნდა შენელდეს, ძალიან კარგი იქნება და მაშინ ძალიან სწრაფად დავინახავთ შედეგებს. ამის. ჩვენ ისეთი ისა გვაქვს შემოკარგება, რომ დღეს ჩამოდიოთ ეს ქვეყანაში ამ ტურიზმის გამო ჩვენ ყველა მეზობელი. აზერბაიჯანელიც, სომეხიც, რუსიც, თურქიც რო ჭამოს იგივე ზუგდიდში, ან იგივე თელავში, ან იგივე თბილისში ძალიან მაღალი დონის საკვები და რატომაც არა. ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია. ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ტურიზმის განვითარებისთვის ეხლა მან 2000 არსებობს. მინდა უბრალოდ რომ მან აი ამისთვის აუცილებელია კიდე მთლიანად განვითარდეს ეს ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები. იმიტომ რომ იგივე ძველი სწავლისთვის, ტრადიციული სწავლისთვის ყველაფერში ხა კომპიუტერული ტექნოლოგიები როგორც ფართოდ გამოიყენება, კარგად იცით, აუცილებელია ძალიან განვითარდეს, რომ აქაც
კონკურენტული არიან ნებისმიერი საკითხის განვითარება უკვე ამ ტექნოლოგიების განვითარებასთანაა დაკავშირებული, როგორი ტრადიციულიც არ უნდა იყოს. იცით რა ჩვენ სასწავლებელში ახლა იმიტომაც გაგრძელდა ამდენი ხანი რომ ისეთი დანადგარები გვაქვს რომ ფაქტიურად ის არის ურთულესი აპარატურა იგივე კონვენციური ღუმელი რომელიც 9 ოპერაციას ასრულებს ერთად და მაგის დაუფლება ცოტა არ იყოს რთულია რომ მართო დავუშვათ შეიძლება ქვევით თევზს აკეთებდე ზევით ტორტს კიდე ხაჭაპურს და იგივე მეორე კონვენციური ღუმელი სადაც შესაბოლი აპარატი არის აი როგორ მოუნდა ეხა ეგზაში დაუფლებაც და დაუფლება სწორად გამოიყენო. გემო რო შექმნა. ნამდვილად ისეთი გემო როგორიც გინდა, ზუსტად უნდა იცოდე როგორ ფუნქციონირებს ის. სერვისი არ დავივიწყოთ ეგრე. ყველაფერი ეს გასაგებია და კარგია. სერვისი კიდე აი ხა ერთმა ჩვენ თანამშრომლმა მეგობრებმა თქვა რომ თბილისობაზე ვიყავით, მწვადი შემიძლია მეზარეებაო მითხრაო. არ შეუცვა? ნუ ეხა რატო ჩამოხოდი ოჯახაზე შემიძლია რა თქვა? იყო საკეიფო ჩამოსული და რაც შეეხება სერვისს, ჩვენ ამ კონკურსის მერე ვიყავით ვენაში, მოდულში. ერთ-ერთი უძველესი სკოლა არის ავსტრიაში ეს სკოლა, ევროპაში ერთ-ერთი უძველესი სკოლაა და ჩვენ სხვათა შორის ძალიან დიდხანს გქონდა მოლაპარაკებები, იმიტომ რომ ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ აი სწავლა, ანუ ტრენინგები ყოფილიყო მიმართულებით პედაგოგიკის მიმართულებით და ამის გამოცდილება თვითონაც არ ქონდათ, მაგრამ ბატონი კახამ ანუ მოითხოვდა, რომ ჩვენ ხო გვიცით საჭმლის კედე, მაგრამ პედაგოგიური მიმართულებით გვინდა, რომ ზუსტად აი როგორ მივაწოდოთ ეს ყველაფერი ვიღაცას, ვისაც უნდა სწავლა. ზუსტად მერიკო გუბელაძე იყო ჩვენთან ერთად იყო და მერიკო ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მასწავლებელი იქნება, ასე ვთქვათ. და იქ თვითონ იმათთვისაც უცხო იყო ეს ტრენინგი და სპეციალური პროგრამა შეიმუშავეს და აი ამ მიმართულებით გავიარეთ ტრენინგები და ასე რომ ჩვენ რაც იქ ნახეთ სამხედრო დისციპლინა თითქოს აი სამხედრო იერარქია და ეს მომსახურება გატანა რაღაცები ყველაფერი როგორ უნდა ასწავლო როგორ უნდა იყოს შენ პირადად ვინც ასწავლი ყველაფერი ეს გავლილი გქონდა. ერთ რამაზე წყარათორთ მერიკო დასაქმებული ყავს ყველა. ეხლა ერთი კითხვა მაქვს, იმიტომ რომ პარასკევიდან გამომდინარე ამ ბატონმა იტალიელმა შემსრულებელმა თქვა, რომ თურმე დაუგემოვნებია ძალიან ბევრი რაღაცა ქართული კერძი და არჩენილი აღფრთოვანებული, მაგრამ გაკვირვებულა ამ ინგრედიენტებით აი ამას როგორ აღწევ თუ ანუ ძალიან გემრიელია, მაგრამ დეფიციტზეა ლაპარაკი. თქვა ქვილი ჩვენთან არის, არ ვიცი, 2 თუ რამდენი სახეობა. ანუ აი ეს როგორ უნდა განვითარდეს თქვათ? ალბათ შავი წიწაკა მარტო აი ესეთი და არა სხვანაირი თქვათ. დუშისტი როგორ არის? ეს ყველაფერი ერთი კითხვა არის, დუშისტი. ხო არ გააძვირებს ეს ყველაფერი აი ეს ახალი. ალბათ თავიდანვე შეიძლება გააძვიროს, მაგრამ ჩვენი ალბათ ეს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული, იგივე აგრარულ უნივერსიტეტში ძალიან მე ხშირად ვესწრები ხოლმე სხდომებს და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა. იგივე სანერგე მეურნეობები, საცდელი მეურნეობები, იგივე ახალი პროექტები, რაც ამ მიმართულებით მუშავდება და იგივე ტექნიკური პირობები ამ პროფესორებისთვის, რაც იქმნება, რასაც მე უყურებ, აქტიურად განვითარდება ალბათ ეს მიმართულებები და მე ჩვენზე იქნება დამოკიდებული ალბათ. ახლა საუბრობთ სამი წამყვანი უნივერსიტეტის კონკურენცია როგორია, თქვათ ერთმანეთთან კავშირი როგორი კონკურენცია არსებობს ხო რეალურად? კი, არსებობს და უნდა იყოს ყველავარიანი ჩვენთან არსებობს. სამი ძალიან კარგი სტაბილიზებას თქო, მე არ ჩვენს გაკეთება გამიჭირდებოდა თქვათ, ხო, რაღაცა აი. ძალიან კარგია, ჩვენი კონკურენცია იმას ნიშნავს, რომ უფრო კარგი სასწავლებლები იქნება და სტუდენტებს უფრო არჩევანი ექნებათ მეტი. და ეს აუცილებელია. და შეეცდებით რომ უკეთესი და უკეთესი გახდეს. რა თქმა უნდა, არის რაც იყო განათლება მოკლედ საქართველოს უნდა 3 წლის უკან, ის დღეს არ არის. ძალიან მძაფრი კონკურენციაა. და ეს ყველას ადგება, ვინც ამ მას მოიყვება და თამაში. და იგივე ჩვენი თავისუფალი უნივერსიტეტი ჩვენ ვამბობ იგივე აგრარულზე, მაგრამ რაც მე ვიცი დავუშვათ თავისუფალ უნივერსიტეტში არის უამრავი სტუდენტური კავშირები, იგივე სამართლის სკოლას აქვს ძალიან კარგი პროექტები და ყველა უნივერსიტეტიდან არიან სტუდენტები იქ, როდესაც ეს საერთაშორისო პროექტები ხორციელდება, საქართველოს კი არა, კავკასიის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტი აქტიურად მონაწილეობს, იგივე ჩვენ გვაქვს ბაზალეთის ტრეინინგ ცენტრი, სადაც ნებისმიერი უნივერსიტეტი ბინძურის არ არის კონკურენცია
კონკურენცია, აი ჯანსაღ ხო, მაგასთან ზუსტად რა. როგორც უნდა იყოს. მე ხა ესე ვიწერჭამენ ახლა, მაგრამ ამას რომ მივამატოთ კაი სპორტული კონკურენციას, აი როგორც არ ფეხბურთს გუნდი გაადბურთის. ტარდება კიდეც და გაქხომე ძალიან ესეთი არ გვაქვს შეხება. რაჯობია სტუდენტი ხარ და მიდიხარ საგულშემატკივრად შენი გუნდის. ეს რაღაც სხვანაირი ის არის ეს ყველაფერი ხდება. ჩვენთან არის კონკურსები იგივე ჭადრაგში, იგივე ფეხბურთში. უნივერსიტეტში და საკმაოდ აქტუალები ყავთ ყველანი. და ბოლოს თითო შევა ესეთ რეკომენდაციებს თულმა თქვენთაგანმა იმ ჩვენს სტუდენტობას, ვინც ახლა შეაბიჯა ცხოვრების ახალ ეტაპზე, რას ეთყოდი თითო წინადადებით რომ ჩამოვაყალიბოთ და დავასრულოთ სწავლა. მე ვეტყოდი რომ აი ჩვენთან ტარდება ესეთი ტრენინგის სწავლა პირველ კურსელებისთვის. თქვენ როგორც ბრძანეთ, ჩვენი ბავშვები ნიჭიერები არიან, მაგრამ სასწავლო პროცესის მორგება უჭირთ. იგივე დაგეგმვა, იგივე მენეჯმენტი. ეგ ის არის, ხო ნიჭიერებასარმაც მაინც ამიტომ ჩვენ შესავალი კურსი ჩავატარეთ, იგივე თავისუფალშიც და აგრარულშიც პირველ კურსელებისთვის და თავარია რომ დრო დაგეგმონ, თავარია რომ თვითდისციპლინირებული იყვნენ და ის მასალა რაც მიეწოდებათ, კარგად აითვისონ და ეხლა დღეს მართლა ვერავინ და ვერ დაგეგმავს 17 წლის ბავშვი 30 წლის მერე რას გააკეთებს, მაგრამ რაღაცა რო ესახებათ აი კონტურები, იმისკენ სწრაფვა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. ამით იყვნენ თავისუფლები ალბათ თვითონ გააკეთონ თავისი არჩევანი, იყვნენ შრომის მოყვარლენი და აუცილებლად მიაღწევენ საბოლოოდ საწოლ. ჩვენი ცირა დივიზია არის უნივერსიტეტის ცოდნა თავისუფლების საწინდარია. და ამას რო დაემატება შრომა, ყველაფერიანად თქო. და დაემატება ამას დისციპლინა, ესენი იქნებიან ყველაზე მაგარი ხალხი დღეს საქართველოში. უღმეს მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ალბათ კიდევ არაერთხელ იქნებით ჩვენი სტუმრები. მენეჯმენტი ახსენეთ და ხვალ ჩვენი გადაცემის თემა ისევ ეხმაურება ამ თემას, თქვა დროის მართვაზე ვისაუბრებ. როგორ უნდა მართო დრო? რომელიც მართვა მე მგონი შეუძლებელია, მაგრამ რომელიც აქეთ მართავს? ჩემი რეჟიმი განახო? დილა იწყება 6 საათზე. 6 და მთავრდება ზუსტად 11-ზე. 1 წუთი განავა და 1 წუთი ადრეა. მოჩა. მე რო კარგია. ესეთი მაშინ ვარ. ხო, მაგრამ პროცესია თვითონ მართვის საინტერესო მაგ დროის თორე ეგ გასაგებია. რომ მოვალ. მე ვისაუბროთ კიდე. მე ზოგადად თოდა ვდები თქვენ გავარკვევთ აუცილებლად. რაც შეეხება ჩვენ გადაცემის მესამე ნაწილს 40-მდე კინოროლი 64 წელი მარჯანიშვილის თეატრში. სამი მშვენიერი ქალბატონი იქნება თქვენთან ერთად ბორჯომის სტუდიაში, თავარ როლში თამარ ხირტლაძეს წარმოგიდგენთ დღეს. დიდი მადლობა. ჩვენ სტუმრებს დიდი მადლობა თქვენ. ორმოცამდე კინოროლი და 64 წელი მარჯანიშვილის თეატრში. მსახიობი თამარ ხირტლაძე სცენაზე 17 წლის ასაკში აღმოჩნდა და დღემდე აქტიურად მოღვაწეობს პროფესიით. შტატიდან გაშვება მტკივნეულად გადავიტანე, იმიტომ რომ 64 წელია თეატრში ვარ. ვარსკვლავის გახსნის სიხარული იმ ტკივილმა გადაწონა. მიხარია ის რომ არ იტყვიან, რატომ გაუხსნეს ვარსკვლავიო. ასეთი შეფასება ზოგიერთ მსახიობზე რომ ესმის ძალიან მტკივნეულია. ვარსკვლავი ხალხის სიყვარულია. ცხოვრებაში არავის კაბინეტებში არ მირბენია, არ მიბრძოლია. სახელმწიფო პრემიები, ღირსების ორდენი მაქვს მიღებული. რომ აჯილდოებდნენ, მაშინ ვიგებდი. მეტყოდნენ იქ უნდა წახვიდე, ის უნდა მიიღო. მამა მითხრა, ვისაც შენი დანახვა უნდა, ისედაც დაგინახავსო. გონი დამინახეს. 2 შვილიშვილი და 8 შვილთა შვილი მყავს. აი მათთვის მიხარია ეს ყველაფერი. ჩემზე მეტად ვარსკვლავის გახსნა ჩემს მეუღლეს გაუხარდა. ბორჯომის სტუდია და შუა დღე რამდენიმე წუთში მთავარ როლში თამარ ხირტლაძეს წარმოგიდგენთ. მოგესალმებით. ძალიან გამიხარდა რომ თქვენ დღეს სტუმარი ხართ ჩვენთან, იმიტომ რომ იცით როგორ მიყვარხართ. მოგესალმებით. პრაქტიკულად თქვენ ხელში ვარ გაზრდილი და დიდი მადლობა. ამაგიც გაქვთ ჩემზე. თქვენობით უნდა გელაპარაკოთ, რაღაც ეტიკეტი დავიცვათ და მინდა ვთქვა, რომ აი თქვენნაირი ქალბატონები, მსახიობები, ეს არის იმედი და მაგალითი იმისა, რომ ასაკის არ უნდა შეგეშინდეს, რომ ასაკი არაფერი არ არის, მხოლოდ არის კარგი, მხოლოდ არის ამაში რაღაცა სიბრძნე, ძალა და თუ კარგი მსახიობი ხარ, თქვენ ასაკშიც თუ გნებავ თქვენ თვითონ თქვით, იქნები დაკავებული ძალიან. ყველაზე მეტად არის ახლა ჩვენ ახალგაზრდებში და ჩემ ასაკშიც ქალბატონი თამარა ყველაზე მეტად დაკავებულია. ფილმებშიც მონაწილეობს, სპექტაკლებშიც ხო თამაშობს და თამაშობს. თეატრალური ფესტივალი რო იყო, არც ერთი სპექტაკლი არ გამოუტოვებია. იყო ფორმაში, კოხტად, ლამაზად, ადრე მოდიოდა. მოკლედ, თუ რამე ახალი ამბავი გაინტერესებთ, უნდა კითხოთ ქალბატონ თამარს ეს ყველაფერი და რა მინდა კითხოთ.
თვლით თუ არა რომ საინტერესო ცხოვრება გაიარეთ და წინ კიდევ გრძელდება ეს საინტერესო ცხოვრება. როგორც შემოქმედებითი, ასევე თქვენს დიდ ოჯახში. როგორ გითხრა ბაიკო, იცი თეატრში მუშაობა არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ბევრ სიხარულსაც ნახულობ, მაგრამ ბევრი ტკენაც გაქვს. მუშაობა არა, ცხოვრება ალბათ. თეატრში ცხოვრება. თეატრში ცხოვრება ხო. მუშაობა რაღაც სამსახურს. სამსახური არ არის. სამსახურით არის, მაგრამ თეატრში რა თქმა უნდა ეს ოჯახია, დიდი ოჯახია და სადაც როგორც საკუთარ ოჯახში, პატარა ოჯახში გაქვს სიხარულიც და წყენაც, ასევეა თეატრშიდაც. მაგრამ ყოველთვის წონის ის სიხარული. როგორც ოჯახში. თქვათ რაღაც გაწყენინა შვილმა, ვიღაცამ რაღაც, მაგრამ გვერდზე რაღაც მოხდება ისეთი სასიხარულო და ბედნიერი, რომ აღარ გახსოვს მე ის წვენი. ხო და ასე რომ საკმაოდ დიდ ხანს ვიყავი თეატრში და ხართ კიდევაც გაუსვით ხაზი. ხო, და 66 წელია თეატრში. ვინმე ეს რეკორდია პირდაპირ. ვინმე არის ამდენ ხანს თეატრში? არ ვიცი. რა ამბავი დიდი ხნის გარდაცვლილი უნდა ვიყო. არა. არა, მართლა გეუბნები, ხო გამოსვია მართლა. იქნებ რეკორდი მოხსნი. 66 წელი, იმიტომ რომ ახლა რო უსმენ ხოლმე მე ამ ცოტა ხანდაზმულ მსახიობებს ამბობენ 50, 57 რაღაცა და 66 წელი რა ამბავია. თქვენ 17 წლიდან ხართ ერთ სცენაზე, ხო? და რამ განაპირობა ეს? ვინ იყვნენ ის ადამიანები, თქვათ, ვინ თქვენი პროფესია განსაზღვრა, თუ იყო ასეთი რამ? რა არის, იცით, აი მამას უყვარდა ძალიან თეატრი. და ჩვენ ვიყავით 5 და-ძმანი და ვინაიდან დედას არასოდეს არ ეცელა, რომ პარტნიორობა გაეწია მამაჩემისთვის და ამიტომ იცოდა, რომ მე ძალიან მიყვარდა საერთოდ, რაღაცას მოვიხვევდი, ცეკვავდი, სულ მაშინ ტელევიზორიც არ იყო. და რა მიკვირს, ბაია, იცი, დღესაც მიკვირს, მაგრამ ეს ეხლაც ხდება ხოლმე ბავშვებში, იმიტომ რომ გუშინ დამიკაკუნა მეზობლის გოგონა ელენემ და მეუბნება, რომ ისაო, დედა თამარა ბებო, სპექტაკლს ვდგავთო და ბილეთი მოგიტანეთო, დაგპატიშეთო. ვაიმე მეუთხარი რომ გავრბივარ მე თვითონ მეუთხარი და რო არამცალია ბოდიშს გიხდით მეუთხარი აი რო გაიმეორებთ უსათო დავესწრებ აი ეხლაც აქ ტექსტურული ბავშვებს არ ვიცი და ხარდა ჩამოკიდონ და სპექტაკლი ხარდა ჩამოკიდონ და აი მას რაღაცა აი ყველაზე ძალიან ნანა მჭედლიძის ეს ესკიზებრულად გაიმერული ესკიზები აი რა დამემართა იცი აივანზე რო აქ და კანკო გაგახსენდათ ბავშვობა გამახსენდა ნუ ზუსტად ეს მაგრამ ჩვენთან რა იყო ჩვენ ეზოში მაშინ რა ქვია ამ იტალიურ ეზოს რო ვეძახით იქ ცხოვრობდნენ ქურთები ქურთი არ იყო მაგრამ სომეხი იყო აზერბაიჯანელი იყო რუსი იყო ქართული და ყველა თავის ენაზე თამაშობდა აი ეს იყო სასაცილო რას ვაგებიებდით ერთმანეთს მიარს მაგრამ ამის ინიციატორი ვიყავი ყოველთვის მე მაშინ როცა არ ვიცოდი არც თეატრი არც კინო წარმოდგენა რო არ მქონდა აი ამას რო აი ეხლაც რო დავფიქრდები ხოლმე აი საიდან მქონდა ეს მეთქი და რო წამოვიზარდე უკვე მამა სპექტაკლს არ აცდენდა ყველა სპექტაკლზე დადიოდა რაც არ უნდა დაღლილი მოსულიყო და მე უკვე წამოვიდე მოდი ამას წავიყვანო იტყოდა ხოლმე და მე მამა იყო ნეფტობაზის დირექტორი და მაშინ ძალიან ჭირდებოდა ეს ბენზინი იყო თუ ნავთი იყო თუ რაღაცა საჭიროა ხო და ამის გამო მამას კონტრამარკებს აძლევდნენ ამ პრივილეგიები ქონდა რაღაც პრივილეგია ქონდა იცი და ამის გამო შეიძლება იმდენი საშუალება არ ქონდა მამას რომ ყოველთვის ბილეთი ეყიდა მაგრამ აი ამის გამო რომ ქონდა იმას 2-3 კონტრამარკას ვეძახდით მაშინ ამის გამო მე მივყავდი სულ და ნუ მე მეტიც არაფერი არ მინდოდა რა თქმა უნდა ის კი არა მეგობარია ჩემ მარიკა კვალიაშვილი და ხო რო ხვდები ხოლმე სახში და მარო თარხნიშვილის სურათები რა მე მახსოვს იმ კაბაში მარო თარხნიშვილი კონცერტზე აი ხა მეგობარი ახსენეთ და აი თქვენ ახალგაზრდობის დროს ხო ძალიან შეიცვალა მოდაც შეიცვალა გართობა დროს ტარება როგორი იყო მაშინ აი რა იყო მოდაში რა იყო მოდური საციარული იყო უფრო კარგი სადიკრიბებოდით რითი ერთობოდით აი თქვენ აი ეს არ იყო ეს დისკოტეკები და ეგეთი რაღაცები მაგით ჩემ დროსაც არ იყო კაც თქვენ დროს კი არა ხო არა და ჩვენთან იყო
გოფილექტს ვეძახდი ფილარმონიის მახსოვს და ჩემისგან მახსოვს ეს გოფილექტის ბაღი. აი იმ გოფილექტში ეს პლეხანოვს ვამბობ ეხლაც აღმაშენებელზე და მე ვცხოვრობდი გორკის ქუჩაზე, სადაც გავიზარდე და იქიდან ძალიან ახლოს იყო, ფეხით მოვდიოდით ახლა მე თიაჩიდას მე სულ ფეხით დავდიოდი. ხო და აი ეს იყო ჩვენი ზეიმი. იქ ჩამოდიოდნენ, იქ ესტრადა იყო? ესტრადა იყო. ჩამოდიოდნენ, მე პევზნერის ის იყო, რა ქვია, ანსამბლი, ორკესტრი ჰქონდა ძალიან თავისი და ძალიან საინტერესო იყო ეს პევზნერის ის მაშინ აი ნანი ბრეგვაძე მაშინ დაიწყო ახლა ეს ჩემი თაობა მაინც რაღაცა. ხო და ძალიან კარგი კონცერტები იმართებოდა, სპექტაკლები ჩამოყოდათ, რუსეთიდან ჩამოდიოდნენ და არ არსებობდა რომ მე გამეცდინა. ხო და ჩემს იცახდა რომ სავსე ცხოვრება იყო იმ ბაღშიო და ერთმანეთზე კარგი. სიძე სანამ შევიდოდით დარბაზში, მანამდე ბაღში უკრავდა სასულიერო ორკესტრი, იქ ცეკვავდნენ კიდეც და ნუ აი რა ვიცი, აი ვასო გოძიაშვილი გამოდიოდა. ვასო გოძიაშვილი რა თქმა უნდა თავის კონცერტით და ერთად აკომპანიატორი ყავდა არაჩვეულებრივი ცოლი. საწოდავის ქალი და აი ეს იყო ჩვენი ძირითადი და თეატრი, სპექტაკლები. მე უკვე რო წამოვიზარდე ტრაფეინის ისინი ფილმები შემოდიოდა ამერიკული და ეს ჩვენთვის იყო ისეთი უცხო ხილი. სხვა სამყარო იყო, სულ მე ბუგი და ჯაზი და ეს ყველაფერი და მე ამაზე ვიყავით საოცრად გადართულები და ნუ ვისაც გქონდა ამის საშუალება ფირფიტა ვისაც გქონდა ამის და რაღაცა იქ შევიკრიბებდი მე ნუ გრამაფონი გენაცვალე და ამ გრამაფონს ჩართავდა ვისაც გქონდა და აივანზე გქონდა ცეკვები. ცეკვავდით ეს სიგრძეზე მივდივართ და აივანი არ იყო ისეთი განიერი რომ ეს ამიტომ სიგრძეზე ცეკვავდით. ჩამწკრივებულები ხო. აი ეს იყო ჩვენი დროსდარება, ეხლა რა შედარება. მაშინ ალბათ მასალა არ იქნება, არა გადაღებული ხო არა გაქვთ, აი მაშინ რაღაცა კამერები იყო ესეთი სამოყვარულო ან ფოტოები ან ასეთი მდიდრები არ ვიყავით, რომ კამერები ქონოდა და არა, მაშინ ისედაც ეს დაფიქსირება და ის ხო არა. მე მახსოვს უკაცრავად მილიცია კოსიუსი აი ამერიკული ფილმები ომის შემდგომი რო შემოვიდა, მახსოვს იყო მოდაში ესეთი დაპატარავება ტუჩების ძალიან ფანქრით და შავი ფანქრით წარბების გაკეთება და ეხლაც მახსოვს ისე არ მომწონდა პატარა რო ვიყავე, მაგრამ იყო რაღაცა მოდა ესეთი. მოდა იყო, მე ლიადეპუცის ნიჩოსკა იყო, აი ესეთი ნანახატის კაცი ატარებდა და ძალიან უხდებოდა. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, იმიტომ რომ მე ნანა ძალიან მიყვარდა და ხო, ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით. კარგი შემომქმედი იყო ყველანაირად. და ერთ ფილმშიდაც ვიმუშავეთ ნანა იმასთან, ლანა იყო. მოდი, თქვენს მეუღლეზეც ვისაუბროთ, კოტე თოლორაიაზე. არაჩვეულებრივ ადამიანზე. გამომდინარე პროფესიიდან ალბათ რაღაცა შესაფერის სივრცეში გაცნობაც მოხდებოდა ალბათ ისეთ სივრცეში. იცით, მე როგორც კი დავამთავრე სკოლა, რატომ მომიხდა ამდენი წლების განმავლობაში თეატრში ყოფნა. როგორც კი დავამთავრე, ძალიან სულ ცეკვავდი, აი ეხლა მიხდება სპექტაკლებში ცეკვა. ხო და სულ ცეკვავდი და ძალიან მაშინ ჩამოყალიბდა სუხიშვილის ანსამბლი. და ჩემი ბიძაშვილი ის ბევრად უფროსი იყო ჩემზე და ის მოვიდა და მამას უთხრა რომ ხალხს აგროვებსო და რა არის ეს ბავშვი სულ ცეკვავსო და ეს თამარო მაინც უცეკვავსო და გავუშვითხო და მივიყვანე და მამა ჩემი კატეგორიულად უარი ესე იგი ჯერ სკოლა უნდა დაამთავროს და რა დროს ეგარი და რაღაცა და ვეღარ გავვიდე რაც აი ცხოვრებაში თუ კი რამეს ნანო აი ამას ნანო თუ კი თეატრში შევედი მე და მამას არ გაუგია მე ისე შევედი სტუდიაში და ამასობაში მე აი სკოლას რო ვამთავრებდი 10 კლასი იყო მაშინ გაიხსნა მარჯანიშვილის თეატრთან არსებული დრამატიული სტუდია ხო და ახლა რა დამაგავდა ზაფხული იყო დედა აქ არ იყო მამა აქ არ იყო მამასთან მე დამტოვეს ხო და წავედი და გავიგე რა უნდა გავაკეთო წარმოდგენა არა მაქვს რა უნდა გავაკეთო და მე ხეს ლექსი უნდა წაიკითხო რაღაცა პროზა და ეჭვდი ახლა ლექსი და ის გიმარ ეს ეჭვდი რა არის წარმოდგენა არა მაქვს რა არის ეჭვდი როგორ რა უნდა გავაკეთო არ ვიცი ისე რომ ისე მივედი გამოცდაზე ბაია რომ მე ეჭვდი ვერ გავიგე რა რას ნიშნავს სიტყვა ეჭვდი ხო ეს ნუ ისე აფექტური მოქმედება რო ვიყო ეს მე ვერ გავათვიცნობიერი და კითხვაც შემწხვა და თან ვისვით უნდა მეკითხე ახლა ბავშვები ვინც აბარებდა გამოცდას არც ისინი იყვნენ გათვიცნობიერებული
ხო და რომ მოვედი გამოცდაზე, ეს რა საინტერესო ახლა ვინმესთვის. არა, ბატონი კოტეს ხო მან შეხვდით? ხო, მან შეხვდი, არა, გამოცდაზე, იმიტომ გადავედი ახლა რა შუაში იყო. ხო და გამოცდაზე რომ მოვედი და რომ შევედი და მითხრეს ახლა შენ წავიკითხე რაღაცა, წავიცეკვე რაღაცა და ძალიან კარგად ვიმიღე. ჩემ შეგვე 20 წუთი წავითრაბა ხო რა გეუბნები. კი, აბარა. ვისთვის ახართ მოწვეული? 20 წუთი არავისთვის არ დაუძახიათ, იმიტომ რომ ეწევდი მითხრეს რომ მდინარის პირას ჩამოხვედიო, სარეცს რეცხაო და ამ დროსო ნავი თუ გაიარა შენმა შეყვარებულმა. არ შეყვარებული მყავდა მაშინ არც არაფერი. ბატონი კოტე სად იყო ამ დროს? მე ბავშვებში იდგა, აბარებდა, ისიც აბარებდა, მაგრამ მე არანაირი ყურადღება, მთელი გამის ყურადღება მქონდა იქ და აფექტურად ნავით ბატონმა კოტემ არ ჩამოიარა. არა, არ ჩამოიარა. მერე დიდხანს ვერ დავინახე კოტე. ხო და ეს გავაკეთე ეთყობა ძალიან ყურადღებით, იმიტომ რომ აი მან რა არის რომ ყურადღება საპონის ადავდები არ დამავიწყო და მერე წყალში როდის ვედი და ზევით როდის ამოვედი ეს გავწორე არ გავწორე და მერე შეყვარებული რომ ეს გამეკცა ეს და მერე გამოვეკიდე რაღაცა სარეცხს და კაში დაუკრეს რაცო და იყო ისეთი ღიმილი ეხლა ვინ არის ეხლა შესვლა არ გინდა ღამბაში ზევერი კვანჯაფერძე ესესილია თაყაიშვილი ვასო გოძიაშვილი ესე იგი ვინც აი ჩემთვის იყო ოცნება რომ გარეთ დამენახა აი ესეთი ხალხი იჯდა გამოცდაზე და კიდე ამდენი როგორ გავიბედე მერე მოხდა ისე რომ ჯგუფები ორი ჯგუფი იყო ვინა იყო ანა ხო და ჩვენთან იყო გავრილ გავრილევიჩ ღვინიაშვილი და სულიაშვილი ეს იყვნენ არაჩვეულებრივი პედაგოგები და მეორე ჯგუფს ყავდა ისა მარჯანიშვილის ცოლი ელინე დონაური მეორე ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ელინე დონაური ხო და ნუ იყო ის ლექციები რომელსაც გვაერთებდნენ იყო ლექციები რომ ნუ ერთ სიტყვით ტუზიკა მაჟიორიანი იყო ჩვენი ქორეოგრაფი ის აიმასაც ძალიან უყვარდი ხო და ერთ სიტყვით აი იქ მაშინ გავიცანი და კოტე ხშირად ახლა შესვენება რო იყო მე და ჩემი ერთი ამხანაგი დარბაზი სად იყო ამ იმის რა ქვია ეს სად იყო ახლა მეგეთყვი ეხლა მცირე თეატრი სადაც აგვაქვს ჩვენ მარჯანიშვილის თეატრშივე იყო რა თქმა უნდა მე იმ დღიდანვე სპექტაკლებში ჩამიშვეს ბაია აი როგორც კი მიმიღეს ეს არის ყველაზე დიდი სკოლა ხო იმ წუთას მიმიღეს ის და სასწაული იყო მაინც პირველი სპექტაკლი ჩემ მარჯანიშვილის თეატრში იყო თუ ეს ზედმეტი არ არის ახლა რო ვთქვა იყო ურიელა კოსტა ხო და ვერაფერი ვერ გავიდები რა ცუდი თეატრია მაგრამ იქ ვნახე ღალატი რუსთაველის თეატრში და აი ღალატმა ძალიან ზემოქმედება ეს ურიელა კოსტა ან რა ჩაცმულები არიან ან რა დადიან ან რა საკეთო ვერაფერი ვერ გავიგე და მე ერთი მსახიობი ყავდა აი ბიძაშვილი მეთქი ჩემზე რო თქვა ცეგვას იმას ყავდა თამარა ერისთავი მსახიობი გორის თეატრის მსახიობი იყო და აი ეს ჩვენთან იყო სტუმრად და რაღაცა ნუ ამას რომ მსახიობობა უნდა და რაღაცა ხო და მან მკითხა რომ თეატრებში თუ დადიხარ გენიცვალი კი მე ვთხარი იქ ნახე აი ყველაზე კარგი სპექტაკლი არის ურიელა კოსტაო გავამახვილე ყურადღება ურიელა კოსტაო ნახე მაგრამ ეს ხუსაშინელება იყო და იქ არისო ძალიან კარგი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე თამაშობს სერგო ზაქარიაძე წავედი ბაია უკვე დიდი ხანია თეატრში აღარ დავდივარ მარჯანიშვილის თეატრში არ მომწონს და წავედი აი ჩემ აი რო გითხრა აი რა მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ხო ხდება ცხოვრებაში აი უკაცრავად უშანგი თამაშობდა ჩხეიძე არა უშანგის ხო უკვე ავატი უშანგი უნდა ყოფილიყო დირექტორი ჩვენი სტუდიის ამიტომ ხუთი ბავშვი ვინც ყველაზე მიიჩნიეს კარგები იყვნენ უშანგისთან გაგვიშვეს და აბა ვინ თამაშობდა ურიელს პარტნიორი სერგო და ვერკობახიძე პიერ კობახიძე ხო? კი, და სერგო. ძალიან დიდხანს თამაშობდა პიერ კობახიძე. პიერ კობახიძე ძალიან დიდხანს თამაშობდა, მაგრამ მე რო ვადარებდით და რაღაცა სერგო ძალიან კარგი იყო და პიერი ძალიან კარგი იყო. და მაინც რაც შეეხება და ეგ მე ჩემი მეუღლე და ესე ვართ ერთად მე და ჩემი ნუ ვიღაცას დაუპადრუგდი ხო და ნუ ერთად ავართ და ხო და აი გოგო მერტლა ვიმე როგორ მომწონს ეს ბიჭია, მაგრამ ძალიან გიჟიაო. ცელქი იყო. არა იუმორს აფრთხებდა ის. იუმორი ხო მე მინდა. მასწავლებლები ვერ ბრაზდებოდნენ. განუმეორებელი იუმორის პატრონია. ვერ ბრაზდებოდნენ, ბაია. ვერ გაბრაზდები კი. ხო, ვერ ბრაზდებოდნენ მაგაზე და ძალიან უყვარდათ მაინც.
მოვიდოდა დადგებოდა ჩვენთან რომ მოვიდოდა მე მივდიოდი მეგონა რომ ამასთან მოდის გავხედე ისე ჩემთან მოვიდოდნენ რაღაცა და ერთ სიტყვით ძალიან დიდხანს და ძალიან მაგრად შეყვარებული იყო ჩემზე მე ჩემი ყვარდა და თანაცხოვრება მთელი ცხოვრება ერთად ცხოვრება ეხლა აი 66 წელია ერთად ავართ ხო და რომ მე ჩუმად მოვაწერეთ ხელი და ლექციაზე ვერ მოვედით და დონორვე მაგაზინი წყდება კიდე ძალიან გული რომ ისა სადაც არ უდანახო სურათებში ელენე დონაურს უკეთია კამეა დაცესემა ხო ხო სურათები სადაც არ უდანახოთ ნამდვილი ძველებური კამეა უკეთია და რატომ არ იყავითო და კიბეზე შეგვხვდა აი რო ჩამოდიოდით კიბეზე ხო და ჩვენ ხელი მოვაწერეთ მეთქი ისა მე და კოტე მე ვთქვა მოიხსნა ეს კამეა და გაჩუქათ. დედა ეს ფოტოები მე ამ კამეით მახსოვს, მე მეგონა სხვა რაღაცას ყვებო. აი ჩემი აი ეს არის ჩემი დიდი ტკივილი, მე რატოა ტკივილი? ხო არ დაკარგეთ? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გითხრა დაზო ცოტა სუსტი იყო ჩემი შვილი რაღაცა და ავად გახდა და ბაია ისე გვიჭირდა რომ აი ბავში რო გაგვიყვანა ან ბაკურიანში მითხრეს რომ ჰაერზე უნდა გაიყვანოთო სიცხეებს აძლევდა არაფერი არ აქვს მაგრამ სიცხეებს ჯირკვლები აქვს თუ ნუ რა ვიცი ახლა მაშინ კარგი ექიმები იყვნენ და რა უნდა მექნა მე აი ჩემი პადრუგა რო იყო მან თქვა ჩემთან არისო მეზობელი ებრაელი რომელიც აგირავებს და ფულს მოგცემს მაგრამ რაღაცა უნდა დაუტოვო თუ არ იყო ის ნიშნულოვანი და გასაგებია მოკლედ დაუტოვე იმას მოკლედ ხო აი ესე დავკარგე და ეს ხო ეხლა თაზოს რაღაცნაირად შევეხეთ და თაზო თოლორაი ყველა მიცის არაჩვეულებრივი მსახიობი არაჩვეულებრივად კარგი ადამიანი ძალიან ხიარული სიცოცხლით სავსე ძალიან ადრე წავიდა ცხოვრებიდან და რა ვიცი ამის გადალახვა აბსოლუტურად წარმოუდგენლად რთული არის და რაღაც კომენტარებს არ საჭიროებს ნამდვილად მაგრამ რა ვიცი დრო არის ძალიან ალბათ ის ვინც რჩება გვერდით და ის ძალიან ვინც გეხმარება ასეთ დროს ის არის თავარი მნიშვნელობა ვინ გიდგას გვერდით საერთოდ ძალიან თემაც კიდე ეს არის ნუ ახლა ხო ამაზე ყველას ყავთ შვილები ყველა მიცით რა არის დედობა და რა არის ის მაგრამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ალბათ არ ვიქნებოდი დღეს სცენაზე და აღარ ვიქნებოდი მომქმედი თუ არა ვინ რომ არა თემურ ჩხეიძე და მედეა ჩახავა იცით ჩვენ რო თამაშობდით იმაში აქ ამ სავანეში მე და მეტიკო ხო თამაშობდით არაჩვეულებრივი იყავით ხო იმ სპექტაკლში და დაწყებული გქონდა ის ამ დროს გამჟავდა თაზოს საავადმყოფობა და ავად არის მაგრამ ნუ ახლა ნუ ფილტვების ანთება აქვს თუ რაღაც ამ დაგვარი და მე ეს არაფერი არ მეუბნებოდი ის თავიდანვე დაუდგენიათ რაც ხონდა და ამიტომ მე რეპეტიციაზე დავდიოდი და მე გავრბოდი საავადმყოფოში მე სახში რაღაცა ნუ კოტე და თაზო იყვნენ ნუ როგორ გითხრა ახლა აი დედა ის უფრო იყო ვიდრე მე იმის გამო რომ მე მეტად დაკავებული ვიყავი და კოტე იყო სულ მაგასთან დილით ადრე გავსაუზმებდა უშვებდა რა ხო და რომ მოხდა ეს მე ეს ხო ძალიან მალე მოხდა ხო და მე მას ვთხოვე რომ მე მეთქი ალბათ ვეღარ შევძლებ და მე აიყვანეთ მეთქი რაღაც თემური მოვიდა მითხრა თუ საერთოდ პროფესიას თავს დაანებებ და თუ საერთოდ სახში უნდა დაიჭდე შედახლა განწყობაზე ხარ მაგრამ ნახოთ ხვალ და ზეგ და მაზეგ ცხოვრება ისეთია რომ შეიძლება აი რაღაცა და მოგაბრუნოს და მე უკვე გვიანი იყოს და რაღაცა და ყველაზე ძალიან კოტეს დაემართა ლოგინად ჩავარდა კოტე აი მე ხალი მაინც რაღაცა უფრო უძლებს ეთყობა კოტეს დაემართა ნერვების ანთება არ იცოდა მე ბაია მე ვიცოდი უკვე მითხრეს ჩემაშვილის შვილმა მითხრა და აი მთელი ეს თვეები ლენა ყიფშიძესთან დავდივდი ლენასაც ვტიროდი ისეთ მდგომარეობაში იყო და ჩემ სახში ტირილი არ შემეძლო და საშინელი ის მქონდა და კოტემ არ იცოდა არაფერი ხო და ეს იმდენად მოულოდნელი იყო კოტესთვის რომ ნუ არც 40 არც კოტე საერთოდ ლოგინად იყო ჩავარდნილი და კოტემ მითხრა მე რომ დამირეკეს და რაღაცა კოტემ მთხოვა ნუ აი ბუნებით ხო აი იცნობთ კოტეს მაგრამ კიდე უფრო აი მე ვერ წარმომედგინა აი ბაია სიმართლე რო გითხრა ახლა აი გულახდილად რო გითხრა აი მსახიობი მაინც ხო ესეთი დიდი ტრაგედია მომივიდა მაგრამ უკვე ის როლი იყო რაღაცა უკვე ჩამოყალიბებული
იქით კი მქონდა გული. ხო, ამას ვერავის ვერ აუხსნით, თუ ამ პროფესიაში არ ახარ. ამას ვერავის ვერ აუხსნით. მაგრამ მცხვენოდა კოტესი, რომ გეთქვათ ეს. ხო, რომ ანუ არ ვიცი, ნუ გაესა კითხი იყო უკვე დახურული. და კოტე მეუბნება, რომ აი თუ გინდა რომ მე ვიცოცხლო და თუ გინდა რომ აი ჩვენ შვილიშვილები გყავს, შენ უნდა წახვიდე. და შენ რომ წახვალ და რომ მოხვალ რაღაცას რომ მომიყვები და რაღაცა და რომ მივიდი, ახლა მედიკო ჩახავა როგორმე, ნუ წავედი. მედიკო ჩახა, ნუ ბევრი იმის შემდეგ, რა თქმა უნდა, მედიკო ჩახავა. რომ მივიშე დავჯდებოდით, ახლა მე ხო იცი, მოდიოდა მაინც ამ ჩემ შვილზე რაღაცა. მედიკო ისე ხელოვნურად გადამიტანდა რაღაც სხვა საკითხზე და ისე ჩავერთობოდი იმაზე და გავიცინებდით კიდეც ყველაფერი ამ საკითხს ამაშორებდა რაღაცნაირად. მე თემური იყო რაღაცას ყვებოდა, რაღაცას ანეკდოტი იყო თუ რაღაცა იმური აქ თემურის იცით რაღაც. მოკლედ მეორე შემოbrunება. რომ მოვდიოდი სახლში მე კოტე მაგით ვაცოცხლე. ჯერ ის სცენებს თამაშობდი. და იცინოდა. აი ის ამ რას მეუბნებოდა, მე რას მეუბნებოდი, ამასაც თამაშობდი, იმასაც უყვებოდი. სახელმწიფო პრემია მიიღეთ. სახელმწიფო პრემია მივიღეთ და კრიტიკის პრემიაც მივიღეთ. ფულადი ჯილდოები იყო ეს ბაიაუბა. და ახლა ძალიან დაკავებული ხართ, ესეც ვიცით და ხო და აი ვითამაშეთ მე დედიკო ეს სპექტაკლი ვითამაშეთ მე და მედიკომ და ამით კოტემაც ნუ კოტემ ვერ ნახა ეს დიდი ხნის განმავლობაში 2 წლის მერე ნახა, იმიტომ რომ სულ იყო სცენაზე ეს არ ჩამოვიდა სცენიდან. ეხო და აი ესე მე ისეთი მადლიერი ვარ მედიკოსი, ისეთი მადლიერი ვარ, რომ არ ვიცი, მე ძალიან დავმეგობრდი, თან ჩემი პადრუგები არავინ აღარ დარჩა ამ ქვეყანაზე. არავინ აი ყველა წავიდა და იცით რა სამწუხაროდ უნდა დავამთავროთ და აი მეც და ლიკა და მაყურებელიც ძალიან დიდ მადლობას გეუბნებით იმისთვის, რომ ასე ხართ, ასე ყოჩაღართ ხართ, ასე ლამაზად ხართ. მაგალითს აძლევს ძალიან ბევრ ადამიანს და ძალიან დაკავებული ხართ და ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ და ხასიათი კი გაქვთ მაგარი და რა ვიცი. კიდევ გვესტუმრებით. ხო, იმდენი რამე მქონდა მოსაყოლი. ეს არ გვეპარება. იმდენი რამე. აუცილებლად კიდევ მოგიწევთ. ისმენო ერთხელ დოდოშკა მეუბნება რა იქნება ერთხელ დამიჯექიო და აი ეს ამბები მომიყევი, იმიტომ რომ ყველა მსახიობის ჩვენ გვექნება ამის დრო, ხა უბრალოდ რაღაც არა, ეს ისევ თქვი ახლა. რომ მართლა იმიტომ რომ ერთადერთი ცოცხალი მატიანი, ისა მე მატიანი ვარ, თუ რა ქვია, ხო და უნდა გაგიფრთხილდეთ, მე მატიანი. არა, რომ ვისაც ახსოვს ეს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ძალიან დიდი მადლობელი ვარ მოწვევისათვის და ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა და ძალიან მიყვარს ესეთ საინტერესო საუბრები. თქვენ საერთოდ ძალიან კაი გადაცემები გაქვთ და მე ძალიან ჩვენ ხვალამდე უნდა დავემშვიდობოთ. ხოლო ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, როგორ უნდა ვმართოთ დრო, ასე რომ ხვალაც იყავით ჩვენთან ერთად, ხოლმე დაგიბრუნდებით.